მნიშვნელოვანი თემებით ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ობიექტივის სტუდიაში დარიკო ბერია მუშაობს საღამო მშვიდობისა. მოწყვეტილი უბნები, გახნიჩილი გზები, უგზო დარჩენილი სოფლის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ისინი დახმარებას ითხოვენ. 7 მის გადაუღებელმა წვიმამ მდინარეების ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. სოფელ ობუჩის წყალდიდობა მთლიანად წაიღო, რამოდენიმე ხიდი, რომელიც აკავშირებდა სოფელს ჯაღირისა და ჭაჭახის უბანთან. მომხდართან დაკავშირებით წამიჭიხის მუნიციპალიტეტმა აცნობა სამხარეო ადმინისტრაციას, რომელიც შესაბამის ზომებს მიიღებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და დახმარება აღუთქვეს. ჩვენი გადამღები ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში აფიქსირებდა დაზიანებულ უბნებს. ეს ოჯახი თამაზი ხარჩილოვას ოჯახი არაერთხელ ყოფილა სტიქიის შედეგად მოწყვეტილი გარესამყაროს გზას და ყოველთვის ესე იგი არავინ არ ეხმარებოდა მხედველობაში მაქვს სახელმწიფო ყოველთვის უხდებოდათ თავიანთი ხარჯებით და ზოგჯერ მეზობლების დახმარების ხარჯებით ამ გზის ესე იგი აღდგენა და ხიდის აღდგენა ჩემთვის და ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს უბნელის ოჯახია თუ ჩემი ოჯახია ჩვენ ერთი ვართ ყველა და ერთი ინტერესი გვაქვს და ჩვენი თხოვნაა რომ შეძლების ფარგლებში სახელმწიფო დაგვეხმაროს გადაუღებელი წვიმის შედეგად აი ასეთი სავალალო მდგომარეობა არის ჩვენთან გაიტანა ყველაფერი, წალეკა ყველაფერი, კინაღამ ბავშვიც დაგვეხჭო. აი ამიტომ რაიონის ხელმძღვანელობას ვთხოვთ ცოტათი მაინც მოგვაქციონ ყურადღება და რესპუბლიკის ხელმძღვანელობასაც რა თქმა უნდა. აი ეს იქნება ჩემი სათხოვარი. მანამ სანამ გზა არ გაკეთდება იქით, ჩვენ სამყაროს მოწყვეტილი ვართ. ვთხოვთ, ძალიან ვთხოვთ, ცოტათი მაინც ყურადღება მოგვაქციო. მეტი არაფერი არ მიქნებოდა საქმე. დილიდანვე გადაუღებელმა წვიმებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენ რაიონში გზებს, ხიდებს, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სოფელ ობუჯის მიმართულებით, რომ სადაც ორი უბანი სრულიად მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს. ეხლაც მიმდინარეობს დაზუსტება თუ რა ზიანია მიყენებული, ის არ არის ოდენობა. მე ობუჯის გზასთან დაკავშირებით ეცნობა სამხარეო ადმინისტრაციას, რომელმაც გადამჭრელი ზომები მიიღო, დილით უკვე აქ იქნებიან ამ სპეციალისტები, რომლებიც უშუალოდ დაათვალიერებენ და თუ რა ზომების გატარება შეიძლება აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ თვითონ გასული გავაგზავნეთ ჯგუფი, რომელმაც საკუთარი თვალებით იხილა თუ რა მდგომარეობაშია ობუჯი ჯიხაჭგარის მმართველობის მონაკვეთი. წამენჯიხის მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში მოსახლეობასთან შეხვედრას და 6 თვის მუშაობის შედეგების გაცნობას აპირებს. ასევე პარალელურად იგეგმება ახალი პროგრამები, რომელთა განხორციელებაც მომავალ 6 თვეში უნდა მოხდეს. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ხარჩილოვას განცხადებით, მზრუნველი ხელი ქალაქის ცალკეულ უბნებს კვლავაც დაეტყობა. საკრებულო და გამგეობა გადადის ეტაპზე, როცა ჯამდება 6 თვის შედეგები, ჩვენ დავითვლით ხარჯებს, რაც არის გაწეული, ბიუჯეტის განხილვა მოხდება საჯაროდ მოსახლეობასთან ერთად.
შევაჯამებთ შემოსავლებს და ამ ბალანსის დადგენის შემდეგ უკვე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ბიუჯეტში, რადგან ჩვენ ველოდებით ჭარბ შემოსავლებს. სწორედ ამიტომ უკვე დავიწყეთ საგრებულომ და გამგეობამ ერთობლივად მომავალ პროექტებზე ფიქრი, მომავალ პროექტებზე ზრუნვა, რომელიც განხორციელდეს უნდა ქალაქში, სწორედ ამ ჭარბი შემოსავლების ხარჯზე და ჩვენი გათვლა და პოლიტიკა გახლავთ ის, რომ ზრუნველი ხელი დაეწყოს ქალაქის ყველა უბანს, ყველა ადგილს, განსაკუთრებით მნიშვნელობა და აქცენტები გადავა ქალაქის სანიტარულ მოწყობაზე, საგრებულო ცალკე მიხილავს ამ საკითხს, სანიტარული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ, სამკვანძების შესახებ ქალაქში, მოხეტიალე პირუტყვის შესახებ და წესრიგის შესახებ, რაც დასამყარებელია ქალაქში ამ სანიტარული მდგომარეობის მხრივ. გარდა ამისა, განხორციელდება რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქალაქის იერსახეს სასიკეთოსკენ შეცვლის. დღეს მოვახდინეთ ქალაქის დათვალიერება საკრებულოსთან ერთად. დავგეგმეთ რიგი ღონისძიებები, რომელიც წლის მეორე ნახევარში უნდა განახორციელოთ, უკვე შეუდგა შესაბამისი სამსახურები პროექტების გამზადებას. ასე რომ მომავალი ნახევარი წელიწადიც დატვირთული და სურპრიზებით სავსე იქნება მოსახლეობისათვის. ძირითადად ეს შეეხება პარკი, ჩვენი გრანელის პარკი და კინოთეატრის გვერდით მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ესე უხეირო ჩანს დღესდღეობით, მაგრამ მერწყმუნე წლის ბოლოსთვის ის ლამაზი სკვერი იქნება. $1992 წლის 6 ივნისის სისხლიანი დღეები, უდანაშაულო დახოცილი ადამიანები, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წალენჯიხის სკოლა-ინტერნატში ძმათა შეტაკებამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 15 წლის უკან დატრიალებული ტრაგედიის შესახებ თემას თამრიკო კვარაცხელია განაგზობს. საქართველოს ისტორიაში მარად დაუიწყარ მოგონება დარჩება წალენჯიხის ტრაგედიის დღე, 6 ივლისი, როცა სამეგრელოს მცხოვრებთა და ეროვნული გვარდიის ერთობლივი შენაერთის შეტაკებას წალენჯიხის სკოლა-ინტერნატში დაბანაკებულ ეგრეთ წოდებულ სამთავრობო ჯართან, მხედრიონთან და მის ირგვლივ შეკრებილ ბანდფორმირებებთან მოყვა ადამიანთა დიდი მსხვერპლი, გრევა, მშვიდობიან მოსახლეთა სახლების გადაწვა. ტოტალური რბევა და ძარცვა, როცა საქართველოს სინამდვილეში პირველად გაჩნდნენ დევნილები, რომლებიც სტოვებდნენ მშობლიურ წალენჯიხას. 6 ივლისს წალენჯიხის სკოლა-ინტერნატში დაბანაკებულ რაზმთან ბრძოლაში დაიღუპნენ პავლუშა გაბედავა, როინ დარსანია, ჯემალ კარტოზია, გოჩა ლომია, ვახტანგ კანთარია, გულად ღვინჯილია, ბიჭა შენგელია, ონისე შონია, ნუგზარ ძვაბავა. ისინი პატრიოტთა იმ თაობას წარმოადგენდნენ, რომლებიც ხმამაღლა აცხადებდნენ. შეიძლება დავიღუპოთ, მაგრამ არ დავმარცხდებით. 6 ივლისს ძმათა მკვლელ დაპირისპირებას ემსხვერპლნენ სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რენო ღვინჯილია და გუგუ ძიძარია. მათი ერთადერთი დანაშაული წალენჯიხელობა იყო. მიმდინარე წლის 6 ივლისს წალენჯიხის ტრაგედიის 15 წლის თავზე სკოლა-ინტერნატის ეზოში შეეკრიბნენ დაღუპულთა ახლობლები, მეგობრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დაღუპულთა ნათელ ხსოვნას. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი 1992 წლის 6 ივლისი, როდესაც კანონიერი პრეზიდენტისა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების სამხედრო დაჯგუფებამ განიზრახა გაატრიალების მომწყობთა ალყაში მოქცევა წალენჯიხის რაიონში. ბუნებრივია ის მხედრიანელები და ის პირები, რომლებიც მაშინ წალენჯიხაში იმყოფებოდნენ, სამშვიდობო მისიით ნამდვილად და კეთილი განზრახვებით არ იყვნენ ჩამოსულები და მათი ძირითადი მოტივი იყო ჩვენი აოხრება, ჩვენი ქალაქის, ჩვენი სამეგრელოს და საერთოდ საქართველოსი, რომელიც დადასტურდა კიდევაც მთელი ამ 15 წლის განმავლობაში და დღეს ჩვენი ვალდებულებაა პატივი მივაგოთ ამ ადამიანების ხსოვნას და გავიხსენოთ ეს თარიღი. დღევანდელი დღე არ არის უბრალოდ ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. წალენჯიხის ისტორიაში, ეს მთელი საქართველოს ისტორია. მე ვერავინ ვერ დამაწუნებს იმაში, რომ საქართველოში იყო სამოქალაქო ომი. ეს არ ყოფილა სამოქალაქო ომი. ეს იყო ბრძოლა ქართული ხალხისა
დამპყრობლების წინააღმდეგ. არა აქვს მას მნიშვნელობა ვინ დაგიპყრობს, ქართული გვარისა იქნება თუ ქართული ჯიშისა. თავარია რისთვის გებძვის ის ხალხი. საქართველოს ტრაგედიული ისტორიის ერთ-ერთი ფურცელი იყო წალენჯიხის ისტორიაც. რატო უსვამე ამას ხაზს? არის ესეთი მსახიობი რუსთაველის თეატრისა, ის ჩამოსული იყო წალენჯიხაში და მან ასეთი სიტყვები გითხრა, რომ წალენჯიხელებმა ჩამორეცხეთ სიცხვილე საქართველოს. ეს იყო ქართული გენის, ქართული ჯიშის და სისხლის გამარჯვების სიმბოლო წალენჯიხის ბრძოლა, რომ ბოროტება დაუჯელი არ დარჩება და მტერს საკადრისი პასუხი გაეცემა. შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი იყოს მე ვლაპარაკ რომ ქართველი როცა ქართლოს ტყვიას ესვეს, ამას მტერს უწოდეს, მაგრამ ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინმე ესვეს ტყვიას, თუ ის ჩემი ქვეყნის წინამდე გისვრის ამას. მე ვთვლი რომ ის ხალხი, ვინც აუჯავდა ეროვნულ ხელისუფლებას და ვინც დაამხო ეროვნული ხელისუფლება, საქართველოს მტრები იყვნენ. ვინ უხდიდა მათ ამ თანხას და რისთვის აკეთებდნენ, მათ ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ეს დღე აი ეს დღე 6 ივლისი 15 წლის წინანდელი დღე არის ქართული გენის, ქართული სისხლის აჯანყების, ბოროტების წინანდელი ბრძოლის სიმბოლოს დღე. ეს არის ჩემი პასუხი. დღეს 6 ივლისია, წალენჯიხის ტრაგედიის 15 წლისთავი. ეს იყო ის დიდი ბრძოლა, რომელი ბრძოლისთვის ადამიანები დაიღუპნენ, ისინი იბრძოდნენ ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოსთვის. მას შემდეგ 15 წელი გავიდა, მაგრამ საზოგადოებას, წალენჯიხელებს და საერთოდ საქართველოს ეს დღე ალბათ არასოდეს დაავიწყდება. და მე ვისურვებდი, რომ აი ეს მიზანი, რისთვისაც ის ხალხი იბრძოდა, ძლიერი, ერთიანი და თავისუფალი საქართველო, აი ესეთ საქართველოში ცხოვრებას მოუსურვებ წალენჯიხას და მთელ საქართველოს. წალენჯიხის 30 საჯარო სკოლაში ჩატარდა დირექტორების არჩევნები. ახალი დირექტორი არჩეულია 14 საჯარო სკოლაში. დირექტორის გარეშე დარჩენილია 16 საჯარო სკოლა. რამდენიმე სკოლაში სამეურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დირექტორობის კანდიდატი დაიწუნა. თუ რა ბედი ეწევა დირექტორების გარეშე დარჩენილ საჯარო სკოლებს, ამ თემაზე კომენტარს გააკეთებს რესურს ცენტრის უფროსი რუსუდან სამუშია. როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ საქართველოს მთელი მასშტაბით უმრავლეს სკოლებში ჩატარდა სამეურვეო საბჭოების მიერ დირექტორების არჩევნები. მე პირდაპირ გიპასუხებთ, რომ ჩვენ 30 სკოლაში გქონდა გუშინ არჩევნები. მინდა გითხრათ, რომ არც ერთ სკოლაში არ ჩაშლილა არჩევნები და ეს არის ალბათ წარმატება, ასე ვთქვათ, ამ პრინციპის, ხოლო ახალი დირექტორი უკვე არჩეულია 14 საჯარო სკოლაში, ხოლო 16 საჯარო სკოლაში არ არის დირექტორი არჩეული. ამას თავისი მიზეზები აქვს. ზოგ დირექტორობის კანდიდატს პროგრამა დაუწუნეს, ზოგის მოქმედებები მათი განდრული გზიდან არ მოეწონათ და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ყველა სამეურვეო საბჭომ თუ რატომ არ აირჩია სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა, რომელიც მათ ლოტოტრონით ერგოთ, არგუმენტირებულად დაადასტურა ყველა არგუმენტი ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს რესურს ცენტრში. როდის მოხდება მათი არჩევა და არჩევის დარჩა? ზეგი მე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე სკოლაში არ აირჩა დირექტორი, სადაც არა ლოტოტრონის პრინციპით, არამედ მათი მითითებით მოხვდნენ კანდიდატად. კერძოდ ესეთი სკოლა არის ჯვარის მესამე სკოლა, სადაც 20%-ში მოხვედრილი კანდიდატი იყო, ერთადერთი კანდიდატი, მაგრამ სამეურვეო საბჭომ არ აირჩია ეს კანდიდატურა, იქიდან გამომდინარე, რომ მას არ მოეწონა მისი პროგრამა როგორც დირექტორობის კანდიდატის. ეხლა რაც შეეხება თუ როგორ დაკომპლექტდება 10 სკოლები, სადაც რომელებიც დარჩენილები არიან დირექტორების გარეშე, მინდა გითხრათ, რომ გავა 15 დღე, ანუ მორჩება ყველა აპელაცია, ყველა საჩივარზე პასუხი იქნება გაცემული და ამის შემდეგ უკვე ხელახლა გაიმართება ლოტოტრონი, ის დარჩენილი სკოლებიც და დარჩენილი კანდიდატებიც კვლავ ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდებიან და თუ კიდევ ამის შემდეგ ჩვენ დაგვრჩა სკოლა დირექტორის შემდეგ რესურს ცენტრის წარდგენით განათლების მინისტრი დანიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, თუმცა ესენი არ იქნებიან ყოფილი დირექტორები. ლოტოტრონი როგორც ჩატარდა განათლების სამინისტროში, აი პირველი ლოტოტრონი ასევე მოხდება იქ ამის ჩატარება და ისევ იმ კლასტერების მიხედვით, ანუ ჯვარის კლასტერში ცალკე იქნება გადანაწილება კანდიდატების, ხოლო წალენჯიხის კლასტერში კიდევ ცალკე. და რაც შეეხება საჩივარს, ვინც საერთოდ სკოლებში ხო საჩივარი ხო შემოვიდა? მინდა გითხრათ, რომ საჩივარი შემოვიდა რამდენიმე სკოლიდან, კერძოდ შემოვიდა საჩინო საჯარო სკოლიდან ერთ-ერთი კანდიდატი, დირექტორობის კანდიდატის მიერ ფიქრია კვირიკაძის საჩივარი გახლავთ შემოსული რესურს ცენტრში, რომელიც ითხოვს შედეგების ანულირებას. ის თulis თავისი საჩივარის მიხედვით, რომ მოხდა პროცესუალური დარღვევა სამეურვეო საბჭოს მიერ, ჩვენ ეს საჩივარი განვიხილეთ და ცალსახად მისთვის
ზოგჯერ ჩვენ პასუხი არ გაგვიცია და საბოლოო ჯამში იურისტებთან ერთად, სამინისტროს იურისტებთან ერთად ჩვენ გავცემთ არგუმენტირებულ პასუხს, თუმცა ალბათობა არის ძალიან დიდი იმისა, რომ საჩინოს შედეგები იქნას ანულირებული. რაც შეეხება მეორე საჩივარს, რომელიც დღეს მივიღეთ ჩვენ უკვე, ეს არის ჯვარის მესამე სკოლის კანდიდატის კვარაცხელიას საჩივარი და იმასთან დაკავშირებით, რომ თუ რატომ არ მოხდა მისი არჩევა, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს საჩივარი იქნას განხილული განათლების სამინისტროს მიერ და მინდა გითხრათ, რომ სამეურვეო საბჭოები უფლებამოსილები იყვნენ იმაში, რომ არაერჩიათ კანდიდატი, ეს არ იყო ვალდებულება იმის, რომ რადგან მათთვის ეს კანდიდატი იყო შეთავაზებული, ან მან აირჩია ეს სკოლა არ იყო ვალდებულება თუ სამეურვეო საბჭო თვლიდა რომ მისი პროგრამა არ იყო მისი სკოლისთვის მისადაგებული და ეს ადამიანი მას დირექტორად არ გამოადგებოდა, მაშინ მას შეეძლო უარი ეთქვა კანდიდატურაზე და ეს უფლებამოსილება როგორც ვფიქრობთ და როგორც ჩანს გამოიყენა ჯვარის მესამე საჯარო სკოლამ და მან წარმოადგინა თავისი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ აირჩია კანდიდატი, თუმცა ვნახოთ ცალსახად ეხლაც გამიჭირდება მე პასუხის გაცემა, ჩვენ შედეგებს ალბათ დაველოდებით ამ კვირის ბოლოსკენ თუ როგორ გადაწყდება ორი საჩივრის ბედი. დანარჩენ სკოლებში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშვიდად ჩაიარა ამან ყველაფერმა, თუმცა წინასწარი დაძაბულობები ახლდა ჯგალის სკოლაში მიმდინარე პროცესებს და საბოლოო ჯამში იქაც დარეგულირდა ყველაფერი და ჯგალში დირექტორი აირჩია. ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა პატრიოტულ ბანაკში კონცერტი გამართეს. ნორჩმა პატრიოტებმა და მათმა ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს ხელოვნების სკოლის პედკოლექტივს ასეთი ლამაზი დღისთვის და გამოთქვეს სურვილი მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმოს. კონცერტის ჩატარების ორგანიზება უზრუნველყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა. ჩვენი სკოლა ტრადიციულად ატარებს კონცერტებს პატრიოტულ ბანაკებში. წელს ეს კონცერტი ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ მაინც შედგა და მაინც გაკეთდა. ეს არის ბავშვებისთვის სიხარული და ასევე მთელი აქ შემოქმედებითი კოლექტივისათვის, თვითონ პატრიოტებისთვის არის. ნამდვილად საყვარელი ბავშვები არიან, კარგები არიან. წარმატებებს უსურვებ მათ. საჭირო არის ნამდვილად ასეთი ბავშვების ყოფნა. თარა ლამაზად იდგნენ, ალბათ თქვენს დააკვირდეთ, ჩოხებს როგორ კოხტად იხდენდნენ, გაჭიმულები იყვნენ, ლამაზები იყვნენ ძალიან და წარმატებებს უსურვებ მათ და მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის. რა მოგეწონა რომელიც? განსაკუთრებით გოგონები რო გამოვიდნენ და დაუყრეს. მინდა მადლობის სიტყვებით დავიწყო და მადლობა უთხრა ხელოვნების სკოლის ასწავლებლებს, პედაგოგებს, იმიტომ რომ უკვე სისტემატიური ხასიათი მიიღო აი ამ სკურის ბანაკში, პატრიოტულ ბანაკში ახალგაზრდების მიერ ჩატარებულმა კონცერტმა. როგორც ხედავდით, ბავშვები უხაროდათ და დიდი სიხარულით შეხვდნენ ამას ყველაფერს. უკვე მეორე წელიწადი ეს ბავშვები ჩამოდიან და კონცერტს უტარებენ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობა და ხელშეუწყობთ, რომ მომავალშიც ესეთი ურთიერთობები გაგრძელდეს. მოვიდა წალენჯიხის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი ლაკადა ჩვენთან პატრიოტულ ბანაკში და მინდა აღნიშნო, რომ კიდევ 300 პატრიოტი აზიარა მეგრულ ფოლკლორს. ეს ძალიან კარგია, რადგანაც აღმოსავლეთ საქართველოს ბავშვები ყორჩენ ამ ბანაკში და ნაკლებად ისმოვენ ამ კუთხის ფოლკლორს. ძალიან კარგია გაეცნა და მეორე მხრივ კიდევ ბავშვებს ძალიანაც სიამოვნეს. ესთვისაც დიდი მადლობა პირადად ბატონ მურთას და ჩვენ ანსამბლის ხელმძღვანელობას, ასევე რაიონის კულტურის სამსახურს გამგეობას კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. ულამაზესი ბუნების წიაღი ღია ცის ქვეშ ჩატარებული ფესტივალი 5 ივნისს სამეგრელოს არტგენი სტუმრობდა.
რუხის ციხეში სამეგრელოს ყველა კუთხე მაქსიმალურად გამოავლინა თავისი მხატვრული შესაძლებლობები. რეპორტაჟი რუხის ციხიდან. ардგენმა საქართველოს ყველა კუთხე წარმატებით მოიარა. ამჯერად ისინი სამეგრელოს სტუმრობდნენ. ნიშანდობლივი იყო ამ ღონისძიების ჩატარება აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელში. კონცერტი რუხის ციხეში საგანგებოდ მოწყობილ ღია სცენაზე ჩატარდა. აქ წარმოდგენილი იყვნენ მხატვრული კოლექტივები სამეგრელოს ყველა კუთხიდან. ტრადიცია დამკვიდრდა საქართველოში ამ ღონისძიების ჩატარება, ოღონდ შარშანდელიდან განსხვავებით, წლევანდელი ფორმატი განსხვავებულია იმით, რომ ардგენი გადის რეგიონებში და რეგიონებში ხდება ანსამბლების გამოვლინება. დღევანდელ დღეს განსხვავებით სხვა რაიონებისგან ჩვენი რაიონიდან არის ანსამბლი ბედინერა წარმოდგენილი, აგრეთვე არის წარმოდგენილი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი და ქალთა ტრიო, ქალთა ფოლკლორული ჯგუფი. დღეს ისინი წარმოადგენენ ჩვენ შემოქმედებას და ამით მე მგონი გზას გავიკვალა თბილისის ардგენისაკენ. წალენჯიხის ბიჭუნათა ანსამბლი ლაკადა, ქალთა ვოკალური ჯგუფი და ანსამბლი ბედინერა 40 წუთიანი პროგრამით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. წალენჯიხა იყო ერთადერთი რაიონი, რომელიც ასეთი მრავალრიცხოვანი კოლექტივით გამოვიდა ამ კონცერტზე. განსაკუთრებული მოწონება, ტაში და ოვაციები წილად ხვდა ანსამბლ ბედინერას და მის ხელმძღვანელს მურთაზ ციმინტიას. სამეგრელოს ყველა რეგიონმა არა მარტო მხატვრული შემოქმედება წარმოაჩინა, არამედ კულინარიაც. აღსანიშნავია, რომ წალენჯიხელებმა თავი აქაც ისახელეს და მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით სტუმრებს გულუხვად გაუმასპინძლდნენ. რუხის ციხის გალავანზე გაშლილი ქართული დროშები, ანთებული ჩირაღდნები, ცხენოსნების ჯირითი, ლექსი, ცეკვა და სიმღერა მაყურებელზე დაუწყარ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეს იყო ხელოვნების ლამაზი ზეიმი, რომელიც დიდხანს დაამახსოვრდება აქ შეკრებილ საზოგადოებას. ардგენთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ღონისძიების იდეის ავტორს და ორგანიზატორს საზა კორინთელს. და ყველაზე მთავარი რაც შემიძლია გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ ფესტივალი ემსახურება ახალგაზრდა თაობაში პოპულარიზაციას ეროვნული მემკვიდრეობის და ტრადიციული ფასეულობების, ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი წელს გახლავთ ის, რომ ხელი შეუწყოთ შიდა ტურიზმის განვითარებას და შემთხვევითი არ არის ფაქტი, რომ ცენტრალურ რეგიონალურ ცენტრებს, ასე ვთქვათ, და მოედნებს და თეატრებს და კულტურის სახლებს ავარიდეთ ეს ფესტივალი და გავიტანეთ თუნდაც ისეთ ადგილას, სადაც ეხლა ვიმყოფებით რუხის ციხეზე. ამით კიდევ ერთხელ ვიტყვით იმას, რომ ამ ყოველ ქვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გაფრთხილება სჭირდება და ვიტყვით იმას, რომ ეს ყველაფერი არის კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ მოვიზიდოთ სტუმარი ჩამოვიყვანოთ, ვანახოთ ჯამთელი ქართული კულტურა და ეს ყველაფერი გავხადოთ კარგი გაგებით კომერციული. რომელიც ასემღერის, რომელიც ასეც ეგვავს საკუთარი ტრადიციების ერთგულია და მიმდევარი, ამერს გადარჩენა უწევია. ეს ხმა აფხაზეთშიც გაისმის და ეს ხმა არის ძახილი იმისა, რომ აფხაზეთიც საქართველოს ერთ-ერთი საქართველოს სიცხორცეული ნაწილი გახდეს. ამ ღონისძიებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდობაში, პატრიოტული სულის აღზრდაში, ხოლო მთლიანად ქართველობაში, ამ სულის გაღვივებაში და ქართველების სულიერ შეკავშირებაში. ფესტივალზე წარმოდგენილი არიან წალენჯიხელები, კოლექტივი, რომელიც საღადა ლამაზად წარმოაჩენენ ჩვენს ულამაზეს კუთხეს და რაიონს.
იყო გასული კვირა ბედნიერ კვირას გისურვებთ.